21 წლის მარიამ ხუჩუა. 155 ქვეყნებს შორის საქართველოს მეორე ადგილზე გაიტან, ეს უკვე გმირობაა. გავაზიაროთ, აიგენი ჩვენი ქართული საერთაშორისო ურთიერთობების EI კურსის სტუდენტმა მარიამ ხუჩუამ თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ ჩინური ენის ხიდის კონკურსში ადგილი მოიპოვა, რის შედეგადაც ჩინეთში ფინალურ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ფინალურ რაუნდში მარიამი 155 მონაწილიდან ტოპ 30-ში ყველაზე მაღალი ქულებით მოხვდა და შემდეგი ეტაპებისთვის ჩინეთის კუნძულ ფინგთანზე გაემგზავრა. ქულები დაიწერა სხვადასხვა თემატიკაზე ჩინურად სიტყვით გამოსვლაში, ჩინურად დაწერილ ესეში, ჩინეთის ისტორიაზე კითხვა-პასუხში, მოსასმენში და მხატვრულ ნომერში. ტოპ 30 EI-ში მოხვედრის შედეგად მარიამს გადაეცა სრული სტიპენდია ჩინეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში, რაც ითვალისწინებს სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობის დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას. ამას გარდა მარიამმა წელს მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრული დაფინანსება და სწავლას 1 წლით შანხაიში, Shanghai East China Normal University გააგრძელებს.